კარგი გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, თავად? კარგად. როგორი საოცარი ღიმილი გავს, მე დავიბნევი ახლა ვერ ვილაპარაკე. პირველად არის ხოთაშურის მამების დროში, როდესაც მიდი აბა. ბრავო! რა მაგარი გოგო ხარ. მოდი გაგვეცანი შენ გითხარი ვინ ხარ და რა მოდი ქვია. დაჭექი, ესე მოყევი რა ქვია. მე ხარ? ანიკა. რა გვარი ხარ? ანიკა მიკოთა და ხაღანიძე. შენ შემოგივლე. და შენ დედიკოც გაგვაცანე. ვინ არის დედა? რა ქვია? არ ვიცი. დედას რა ქვია? მე რა მქვია? გოგო მე რა მქვია? მუსეიდე. მუსერიძე. მუსერიძე, რა თქმა უნდა. და სახელი? თამუნა? თამუნა. თამუნა მუსერიძე. რას ეძახი ხოლმე, დედიკოს ეძახი თუ თამუნას? დედას. დედას. აუ, ჩემი შურებით. დე. ხშირად გეძახით ხოლმე ის მინდა. კი, სულ. ერთი კითხვა მაქვს, ასე გვაქვს ასეთი თან გავაქანავებ და მოვა. კაი, თან გავაქანავე შენ რო ვეძებდით თქვენზე ინფორმაციას ვიკიპედიაში ინგლისურ ენაზეა, რუსულ ენაზეა, ბასკურ ენაზეა, ურდუს ენაზეც გია. ქართულად არ არის თქვენზე ინფორმაცია ვიკიპედიაში. აღფრთით მაგამ ბოზე. რატო? არ ვიცი. ერთიანა ვერ გავარკვიეთ რა იყო. ურდუს ენა იყო და ისინი არის როდესაც ეს ანუ აი BBC-ს ამბები რომ მოხდა როდესაც ასეულში შევედი აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საზოგადოებრივმა არხმა გააკეთა სიუჟეტი და გააკეთეს ამ დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქართული გარდა ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ აჩვენა ეს დოკუმენტური ფილმი და არც სიუჟეტი არ გააკეთა ამიტომ არც მიქვეს რომ ქართულ ენაზე არ არის შემწე ინფორმაცია და არის სავის ნებისმიერ ენაზე. კორეაშიც კი გაშუქდა ეს ამბავი. ჩრდილოეთში? არა. თუ არ იცი. ჩრდილოეთში ჩვენიანი არის როგორ. ჩრდილოეთში ჩვენიანიაო. აუ ეხლა ანიკა მაქანავე და ჩქარა გაქანავება მიყვარსო. ჩვენ ბავშვობაში არ იყო. ეხლა რო უყურებდი ამ საქანელებს. აბლაბუდები იყო ზედა როგორ დაწყდა სანამ გავაგზელებდი წავადგინოთ მაინც ჩვენი სტუმარი სახელი და გვარი თქვათ არჩეულებრივი ადამიანი თამუნა მუსერიძე ჩვენი სტუმარი მე ვარ ლადო გოგოლაძე გადაცემის წამყვანი და მიშო სახვაძე და აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენი მეგობრები დუგლაძის ღვინის კომპანია და სუთი ფაუერი ტრადიციული ჩურჩხელა არატრადიციული შეფუთვით დანარჩენზე უფრო ცრად მე კიდე ვიტყვით ჩვენს მეგობრებს ხარიობე შენ რა გენაღლება და მე ესე უნდა ვიყოს ხო და გული დამწყდა მოკლედ იმას ვამბობდი რომ აბლაბუდა იყოს საქანელები არა არ ვიცი რა სულ ბავშვები არიან კი მუდმივად არ დააჭირო არაფერს არ დააჭირო ხო და ბავშვობა რო გავიხსენოთ თამუნად აუ წითელი ყვითელი შავი გახსოვთ თამაში რო კი წითელი ყვითელი შავიც მახსოვს ვისის სული ქსურს მახსოვს დროშობანა წრეში ბურთი გაფუჭებული ტელეფონიც და რეზინობანაც და რა ყველაფერი წითელი ყვითელი შავში მოხვედრია გოგოს რამდენჯერაც გინდა ბოთლის დატრიალებაც მახსოვს ო ბოთლის დატრიალება რა იყო ეს წრეში რომ ხდებოდი ბავშვები და ბოთლს დატრიალებდი და ან კითხვა უნდა დაგესვა ან უნდა გეკოცნა გამახსენდა ხო მოდი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენ გადაცემას მამების დრო ქვია და ძირითად აქცენტს მამაზე და მამობაზე ვაკეთებთ და გადავიდეთ კითხვაზე მამასთან ურთიერთობა რო გაიხსენეთ მამა ჩემი იყო ну იცი რა მამა ჩემისთვის ვიყავი ჯერმე და მე იყო ну ყველა დანარჩენი დედამიწის ზურგზე ანუ რა ვიცი არ არსებობდა მამა ჩემისთვის აღაცა რომ ეთხოვა და მას არ გაიკეთე ну აი არ ვიცი განსაკუთრებით ისეთი ურთიერთობა მქონდა ავაჩებთან თუმცა მიუხედავად იმისა რომ მამა ჩემი იყო ერთ-ერთი რაღაც არ მინდა ხა ცუდად რომ გამოდის, მაგრამ ერთ-ერთი ყოველთვის ესეთ შეძლებული ადამიანი საქართველოში მე არ მახსოვს რომ მამა ჩემს რაღაც განსაკუთრებით ასე ვთქვათ გავენებირებინე. ანუ ზედმეტ არაფერს არ მაჩვევდა, იმიტომ რომ მას ეხლა ცოტა სხვანაირი აღზრდა იყო. ეხლა მე რომ ჩემი შვილი დამიკაკუნეს ფეხებზე დროზე ესმინდა, გარბივარ და ნუ ჩვენ შემთხვევაში ესე არ იყო, იმიტომ რომ ძალიან მოზომილად და ძალიან გაწონასწორებულად მაწოდიდა ყველაფერს. მე მიშო მქვია. მიდი ჩამოსრია. ვისო სიმკაცრე კი მამა ჩემი იყო მკაცრი ამას წინათყვებოდი კიდევაც სორებში რომ 20 წლამდე მე მარტო და სასწავლებლად არ ყოფილვარ არასდროს მე დაქალთან ღამე არ დავჩვენილ ვარ 9 საათის მერე მე სახლიდან არ გავსულ ვარ ანუ ძალიან ისე ვდიდან
ადრე მეგონა რომ რაღაცა სხვა მიზეზი იყო რის გამოც ესე ბოჭავდნენ, მაგრამ ნუ მე კი მივხვდი რის გამო ხდებოდა ეს ჩემი სახელიდან არ გაშვებოდა განსაკუთრებული კონტროლი, იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ვიღაცას რაღაცა არ ეთქვა. ჩემთვის ისეთი რაღაც 90-იანებს დაემთხვა კი და მე სკოლაში დეჩვეს მივყავდი, მანქანით მოვყავდი, საერთოდ დავდიოდი ყველგან დეჩვეს მივყავდი და განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდნენ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ვიღაც ისეთ ადამიანს გადავყროდი, ვინც მეტყოდა ისეთ ინფორმაციას, რაც არ უნდა დამედო. თუმცა მაინც მითხრეს, მაგრამ ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომ მისგან არ იყო დამაჯერებელი. იმიტომ რომ ეს ადამიანი ისეთი იყო, აი უბანში ხო ყველას ხავს ერთი ისეთი, რომ კაი დაანებეთ თავი. აი ესეთი იყო ეს ადამიანი და ნუ მაშინ მითხრეს, რომ კაი ხო იცი ახლა ცოტა აფრეს ეს ქალი და ნუ რას უჯერებ. თუმცა როგორი იყო რეაქცია თქვენ? არ დაბიჯერებია. არ და მოვედი სახში ეჯერდე და ჩემს კითხე, მე მამა ჩემთან მივედი, მამა ჩემს პასუხი და მამა ჩემო რომ გამომხედა და თათუნა არ მსხვენიაო და ნუ კი მსხვენია თქო და მორჩა, ანუ ამაზე არც მიფიქრია და აღარც მისაუბრე შემშობლებთან. არაფერი არ დარჩა. არასდროს. საინტერესოა. იცი რა, ჩვენ ბავშვობაში არ ვიცი, მაგრამ აი რამდენიმე ისე მიეწყო, რომ რამდენიმე სერიალი იყო ეს გაშულებულ ბავშვებზე. კასანდრა, კიდე რაღაცა და ანუ ამ სერიალებს რომ უყურებდი და რომ ხედავდი ამყვანი მშობლების დამოკიდებულებას შვილების მიმართ, სულ მეგონა რომ აი თუ ყავს ბავშვი აყვანილი, ისე არ უნდა მოექცე როგორც ბიოლოგიურ შვილს ექცევი. და ამიტომ ვერ იმდენად კარგად მექცევოდნენ ჩემი მშობლები, რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ მათი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. თუმცა რაღაცას რა თქმა უნდა ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ნუ ეს არ იყო იმის შეგრძნება რომ რაღაცა აყვანილი ვარ. რადომ რომ მითხარო თამუნა დაგთვალთაო და შეგვიძლია რომ ჩავწეროთო. აუ შენ შემოგევლე, რა მაგარი გოგო ხარ. აბა პაკა. კარგად. ეხლაც არ ვიცი, ცუდად არ მინდა რომ გამომივიდე. ჰო. ცუდად არ მინდა გამომივიდე სოკრეთ. მე უხერხულება მაინც ამ თემაზე კითხვის დასმა და რაზეც ახლა ისაუბრეთ, რაღაცნაირი თემაა ჩვენთან, არ ვიცი რატო. ჩვენთან ალბათ თემსოფლების ესე იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული არ იყო თავიდან ამის თქმა და მით უმეტეს ძალიან ცუდი შეფასებები დაისწავლა. ამოწერილი აი ეს ზუსტად ამაშია საქმე, რა თქვა რომ გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა, სხვას რომ მეუხერხულება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ანუ ამიტომ იყო რაღაცნაირი ტაბუდადებული თემა და ამიტომ ერიდებოდა, თორე სინამდვილეში არაფერი საუხერხულო არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მთელ მსოფლიოში ყველას აყავს შვილი, მთელ მსოფლიოში ყველგან არის გაშურებული ბავშვები და ეს არც სასირცხვილოა, არც საუხერხულო და არც დასამალი და არც რაღაცა მოსარიდებელი. ანუ პირიქით ყველა ქვეყანაში გახსნილად ეუბნებიან შვილებს, რომ შვილო შენ ხარ აყვანილი, ბავშვობიდანვე აჩვევენ, ანუ რაც უფრო პატარაა, მით უფრო პატარა ასაკიდან უწყებენ საუბარს, რომ შენ სხვა დედიკოს მუცელში იყავი, მე იმ დედიკო მე მომიყვანეში. ანუ ესე აჩვევენ და ჩვეულებრივად ანუ ჯანსაღი რეაქცია აქვს. ახლა მე რო გავიგე და ჩემის პანაშვიდიდან ერთ თვეში და ელდა რომელსა 30 წლის ასაკში ცხოვრება თავზე რო ამენგრა, თავიდანვე რო ყოფილიყო, ანუ ამ ყველაფერზე საუბარი, საერთოდ არ მექნებოდა ესეთ რეაქცია. და შეფასებები, აი მინდა რა, ოჯახის შემარცხვენელი თავს იპიარებს ესეთი შეფასებები ხო? ანუ იცით როგორ შეფასებები წამოვიდა, რომ ხალხი წერდა კომენტარებში, რომ ამ ყველაფერს მე ვიგონებ, იმიტომ რომ თავი გავიპიარო. ანუ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა მოიგონოს, რომ არის აყვანილი, იმიტომ რომ თავი ანუ არ ვიცი, რატო სხვა ვსვენ. ხო, ჩვენი საზოგადოების შეფასებებისგან არ მიკვრის, ისეთებს წერენ და ისეთებს კადრულობენ, რომ ნამდვილად. მიდი გიყურებ, მიდი. ანუ იქ იყო კომენტარები, რომ მე ვარ დაუნახავი, რომ მე ვარ უმადური, რომ ჩემი მშობლების ამაგი და ჯაფარ და აფასე და ანუ რა შუაშია? ანუ ის რომ მე ჩემი გვარი უნდა ვიცოდე, რა შუაშია ჩემი მშობლების ამაგი და ჯაფა. და დაუფასებლობაც საჩანს მაგრამ რა ვიცი, რითი ჩანს? არ ვიცი. ანუ აგერ მამა ჩემის სისმაკ, სვილინგი. რა უნახი რა მაგარი ტატუა. აქეთ დედა ჩემის ბავშვს ავარქვი დედა ჩემის საპატიოსემლოდ მარიანა, ჩემაცამ დედა ჩემ მამა ჩემის საპატიოსემლოდ, ანუ რაღაც პირიქით, იცი რა რაღაც ისე გამოდის, რომ სულ იწევს იმის მტკიცება, რაღაც კომპლექსი გამიჩინა ამ ხალხმა, რა სულ იწევს იმის მტკიცება, რომ მე არ ვარ უმადური, რომ მე როგორ მიყვარს ჩემი მშობლები, როგორ და არ არის ხალხო ესე არ უნდა მიწევდეს ამის მტკიცება რა ვიცი. აუ ტატუები როგორ მომეწონა? აქ მაქვს მე ჩემი შვილის დახატული ტატუ. ოჯახი დაგხვატა და წერან თქვით რომ დედას პანაშვიდზე პანაშვიდიდან მალე გაიგეთ. ვინ როგორ გაიგეთ და რა ემოცია იყო? არა, ანუ დაბადების მოწოვა ვიპოვე სახლში და არც კი განვიხილავდი იმას, რომ ეს დაბადების მოწოვა ნიშნავდა იმას, რომ მე აყვანილი ვიყავი. საერთოდ არ განვიხილავდი. იუსტიციაშიც რომ მივიდე, იქაც რაღაც არეული პასუხი რომ მივიღე, არც იქ არ დავიჯერე. მე სამშობიაროში და რო დავიწყე ძებნა, არც იქ არ დავიჯერე და სანამ ბოლო არ ვითხრეს, ნუ
შეყვანილი ხარ, მანამდე ამჯეროდა. ანუ არც არ მინდოდა რომ დამეშვა, თორე სადღაც კი რა თქმა უნდა მქონდა ეს შეგრძნება, მაგრამ არც მინდოდა რომ დამეშვა. ანიკა, გამოდი აქეთ. დიდი ამრევი ვინმეა, ხო სახში როგორია? შერდება. ძალიან ცელქია, ძალიან ცელქია. ანუ ბავშვმა მოახერხა და საწოლში გაიხია საფეთქელის არტერია. საწოლში. საწოლის კიდეს. ყოჩახში. მოახერხებდა. კი. ერთ-ერთ ინტერვიუში გქონდა ძალიან მაგარი ფრაზა ნათქვამი, დედებს ჩაუსახე იმედი, რომ მათი შვილი, რომელიც უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო, ცოცხალია. მამები არ გიკავშირდებიან. ძალიან ცოტა. აუ, როგორ მეშიოდა მაკითხოს, რომ თქვენი პასუხის მეშინია სიმართლე. ძალიან ცოტა, ალბათ 4-5. ანუ 300,000 კაცია ჯგუფში, თითქმის და 4-5. იცი რა არის, მამებს მაინც ის რა მომენტი აქვს, რომ აქვთ სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ვერ გაუფრთხილდნენ ოჯახს. ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ შემთხვევაში თავის თავზე აღებული და ვერ ინელებენ იმას, რომ თავისი ცოლი და თავისი შვილი ესეთი რაღაც გასასწრების წინაშე აღმოჩნდნენ და საკუთარ თავთან არ უნდათ იმის აღიარება. თუმცა მამები არაფშუაში არ იყვნენ რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი იყვება, რომ აი ჩემი ქმარი როდესაც ითხოვდა ბავშვს, დაიჭირეს, პოლიციაში გადაიყვანეს, სანამ ბავშვი არ გაყიდეს და მე არ გამომიშვეს პოლიციიდან არ გამოუშვეს. ერთი ქალბატონი მყავს ქუთაისში, იმშობია რა ქალბატონმა და ამ ქალბატონი იქვე გაარკვეს ბავშვი მოპაროლები იყვნენ და ამ ქალბატონის ქმარი ისეთ ცემეს, რომ რეანიმაციაში იწვა ორი კვირა ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს რომ ბავშვებს თუ მოითხოვთ სახში რო გყავთ ცოცხალი ბავშვი იმას მოგი რას ლაპარაკობთ? ანუ ეგეთი ფაქტები რა თქმა უნდა. ანუ ეხო ცალსახა იყო, ესე იგი რომ ბავშვი პარავდნენ და თავისთავად და ამ შემთხვევაში მინდა უთხრა ყველა მამას რომ მათი დანაშაული არაფერი არ არის, აბრალი არაფერში არ მიუძღვით და რაღაც საკუთარ თავში არ ჩაკეტილები რა. ეგეთი ფაქტი პირველად გავიგე. ვა, რა ძალიან მძიმე ფაქტია. ჩემი კითხვები ქარმაცა იყო. არა უშავს, მე ხომ აქ. არა უშავს, შენი კითხოს. მე მინდა ჩემი ისტორია გითხრათ. 86 წელს დავიბადე, არ დავაკონკრეტებ რომელ სამშობიაროში და დედას და მამას ასეთი რამე უთხრეს, რომ თქვენი შვილი არის ძალიან მძიმე ავადმყოფი. არათუ ვერ გადაადგილდება, როცა გაიზრდება, დამოუკიდებლად ვერ შეჭამს, ვერ სილაპარაკებს, ანუ არ არსებულია, რომ დამოუკიდებლად რამე გააკეთეს. ამუშავებდნენ დედას რომ მოეწერა ხელი დატოვებაზე. კი, 4 დღე დედასთან არ მიმიყვანეს და მეოთხე დღეს არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვა ეს თქვა ჩემ და საბედნიეროდ ერთ-ერთ ექიმს დაუვარდა ამ რაიონის მაღალჩინოსნის შვილი. გითხრათ, ანუ დავასრულო და საჭირო გახდა საქართველოს მთავარი ნევროპათოლოგის ჩამოსვლა, რომელმაც არ ვიცი რატომ გადაწყვიტა და ძიმე პაციენტებსაც, ბავშვებსაც გავსინჯაო და მე რეალურად ვიწექი თუმე ძიმეებში და ამ ექიმმა თქვა, რომ ამ ძიმეებში რა უნდა, აბსოლუტურად ჯანმრთელია და მეოთხე დღეს მიმიყვანეს დედასთან. ნახეთ და დედას ის იყო, რომ როგორც ჩანს, არათუ იქ დამაწვინეს, არც მაჭმევდნენ, იმიტომ რომ ისე დაეწაფე ძუძუს 1 საათი ჭამდნენ. ნახეთ, აი ხა გუში მქონდა ლაივი ჩართული, შეგეძლიათ ნახოთ, როგორ ატყუებდნენ მშობლებს, რომ ვითომ ბავშვი დაუვარდათ. და ვითომ მე ეს დავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა და ნუ ასე შემდეგ. ხო, ანუ ის დავარდნაც არ იყო რეალურად. ნუ ხო, რაღაცა შეიძლება სხვა პრობლემა ჰქონდა და მოიგონეს რომ ვითომ ბავშვი დავარდა. რაც შეეხება ეს მძიმე ავადმყოფობის ისტორიის მოგონებას, ძალიან ბევრ დედას ეუბნებოდნენ რომ ბავშვი იყო, ბავშვს ჰქონდა რაღაც ცერებრალური დამბლა, რომ ჰქონდა სხვადასხვა სახის დაავადება, რომ ვერ გაანაცრებდა ხელებს და ფეხებს და მიდიოდა ოჯახის დამუშავება. დედები თავს იკლავდნენ არ უნდა ბავშვს დატოვება, მაგრამ დედამთილები და სიდედრები აკეთებდნენ ოჯახს ეწოლას, რომ რადგან ესეთი ბავშვი კიდე გაგიჩნდება და აწერდნენ ხელს ბავშვის დატოვებას. ხო, ანუ როგორცაც ჩანს ახლა მაგას, ანუ სახში რო გამвихილავს ხოლმე, მამაჩემი და დედაჩემი რას ისულელი არ არსებობს, როგორ დაუშვებდით მაგას, რომ დაგვეტოვე, მაგრამ ექიმების მხრიდან ეგ ფაქტი იყო. თქვენ სატოვებინებდი. მაგარი გადაჩენილი. ასეთი, რაბა წაიღო ჩემი კითხვები ქანა. კითხვა რომ ასეთი იმუშავეთ და შეესწავლილი გაქვთ საფუძვლიანად ეს თემა. აი ზუსტად ის მაინტერესებს კითხვით, მაგრამ რა მიზეზები და რა მეთოდები ჰქონდათ, რა შეუბნებოდე ხოლმე როგორც წესი? უფრო აქცენტი მძიმე დაავადებებზე კეთდებოდა. აი აქცენტი ჭიათურაზე მახსოვს ყველაზე მძაფრად
იმიტომ რომ იმდენად აბსურდულ რაღაცას ეუბნებოდნენ, რომ ჭიათურა ყველაზე მაგრად ამახსოვრდა. ჭიათურაში ეუბნებოდნენ უკვე 86 წლის მერე რომ ჩერნობილში რომ მოხდა. ჩემზეც ეგუთხრეს. ჩერნობილმა არ იყო, ჭიათურა არ იყო. ქართლში იყო, მაგრამ 86-ის ივლისში ვარ დაბადებული. ხო, გორში იყო რა, გორში დავიბა, სურამელი ვარ, მაგრამ გორში დავიბადე. და დედასაც ეგუთხრეს, რომ როგორცაც ჩერნობილმა მოახდინა, ნაყოფზე გავლენაა. ხო, ანუ ნახეთ ამას, არ ვიცი, ხა გორში პირველად გავიგე, ეგ ხდებოდა ჭიათურაში, ანუ ამუშავებდნენ დედებს და ეუბნებოდნენ, რომ აი ჩერნობილში რომ მოხდა აფეთქება, ამ აფეთქებისგან ღრუბელი წამოვიდა საქართველოში და კონკრეტულად შენ შვილზე ანუ სხვა ბავშვებს რატო არ იმოქმედა არ ვიცი, მაგრამ გორის სამშობლოსაც შეეხება, გორის სამშობლოდან მოპარული იმდენი ბავშვი ყავს ნაპოვნი, იმდენი ბავშვი მოპარული ბავშვი, რომ რავი გადაცემები გაკეთებული ჩაგიყრით და ნახეთ. არა, მეორე რაღაც ნახეთ და ისეც ვიცით რა ხდებოდა. ახლავე მოვალ ერთ კითხვასაც დავსვამ და სტატისტიკა ალბათ რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით რა ძიმე თემაზე როგორ გვიხალისებს ჩართვებით. ჩაშალა გადაცემა. ეხლავე დედა. აი, კითხვა ხოდა რა, სტატისტიკა ზუსტი ალბათ შეუძლებელი, მაგრამ დაახლოებით რა რაოდენობაზეა საუბარი თუ შეიძლება. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი ადამიანი იმატება ჯგუფში. ჩვენ როგორც სტატისტიკურად გვაქვს უკვე 150,000-ზე მეტი ადამიანი ეძებს შულს, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს არნიშნავს იმას, რომ ამდენი ბავშვი მოპარული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აი ახლა გულში იმყვებოდა ლიკა ჯიშკარიანი, რომ ლიკას დედას გამოატანეს სასახლე, ლიკას თავისი საფლავია, ანუ ის ქვა აქვს გოგო საკუთარი, სადაც ოჯახი მიდოდა კვერცხებს უგორებდა აღდგომაზე. ხო, საკუთარი და ეს შარშან სექტემბერში ლიკა მიპოვა ოჯახი ტესტით. მამა სად არის? ახალი მამა ყავს. ხო და შესაბამისად რეალურად ჩვენ მართლა არ ვიცით ამ ხალხმა ვინ დაკრძალა, ვინ არ დაკრძალა, ვინ წაიყვანა, ვინ არ წაიყვანა, ამიტომაც სანამ სახელმწიფო გვერდში არ დაგვიდგება და არ ლიკას შემთხვევაში როგორცაც სხვა გარდაცვლილი რეალური ცვილი გაატანეს და უბრალოდ ოჯახმა აღარ გახსნა ძიმე ისანახავი. სავარაუდოდ სარიელი გაატანეს. და ეს რა პერიოდიდან იწყება, მაგის თქვა შეიძლება. 50-იანებიდან გვაქვს დასწრებული ფაქტები, თუმცა შეიძლება მანამდე იწყებოდა და ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ის ქალები, რომლებმაც იმშობი არის 50-მდე, ჩვენ არ გვეკონტაქტებიან, ანუ არ იყო თამათაშა. ხშირია, როდესაც ეგრეთ წოდებული არასასურველი ორსულობა აქვთ ქალებს და რადგან ოჯახი, ამ შემთხვევაში მამა და ძმა აღარ იღებს, ცდილობენ რომ ეს ნაყოფი არ გააცილო და დედაც, მაგრამ ხშირია როგორც წესი, რომ მამას აქვს მიუღებლობა. აი აქ მინდა ზუსტად მამის როლზე გკითხოთ, რომ ამ დროს რამდენად უნდა დაუდგეთ მამები შვილს გვერდში, როგორ გავამხნევოთ, რომ დედამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ჩემ შემთხვევაში ბიოლოგიურმა ბაბუამ არც იცოდა ჩემი არსებობა კაცს ისე მოკვდა რომ არც გავუგერო შული ყავდა. ხო, ანუ ბებიამ ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ რომ არ გაეგო ბაბუას, თორე დაგხოცავს ყველას. შეიძლება საერთოდ არც დაეხოცა არავინ და შეიძლება დადგომოდა შვილი, აი ეს ხო არავინ არ იცის. მამის ხელს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს თუ მამის გვერდში დგომა იქნება და რომ ყოფილიყო მამის გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ამდენი გაშურებული ბავშვი არ იქნებოდა. თუმცა მაინც ვინც არის გაშურებული, ყველა არის ბებიის მხრიდან გაშურებული. უმეტესობა. ანუ ქალები ახდენენ ძირითადად გავლენას ამ შემთხვევაში. ნუ, იმიტომ რომ ბაბუას არ დაეხოცა, ანუ რომ მამას არ დაეხოცა ყველა. ამიტომ ქალებს კაცების შიშიდან გამომდინარე უწევდათ ამ ნაბიჯის გადადგმა. მასალები. ნებაყოფლობითი გაშურების ფაქტებიც ბევრია, ეს ბებიების. მოპარვა უფრო მეტია. ბევრად. თქვენ შემთხვევაში გაიგეთ, რომ გაშულებული იყავით და ეგრევე დაიწყეთ ძებნა? რთული არ იყო ამ გადაწყვეტილების? არა. იმ წამსვე დავიწყო ძებნა. არ იყო რთული. პირიქით, იცი რა, ეხლა რო ვიპოვე, მე აი რომ მეკითხებოდნენ, კაი, ეხლა რა შვები? ხო და ეხლა აღარ ვიცი რა შვები. იმიტომ რომ ეს 8 წლიანი ძიება იყო იმდენად საინტერესო, იმდენი რაღაც მოვლენით ახსავსე, მოგზაურობით ახსავსე, ახალი ხალხის გაცნობით ახსავსე, რომ რაღაც მოვიწყინე რა. მელანქოლია დაგეუწყინე და ამიტომაც ეხლა ასმაგად, აი ვიღაცის кейს რო ვიღებ, ხომ ასმაგად ვარ სხვა ცხოვრებაში ჩართული, რომ დავეხმარო, რომ აი ეს რაღაცა დანაკლისი ავინაზღაურო. მე არ ვიცი შინაგანად როგორი ხართ, მაგრამ გარე რასაც უყურებ და მინახავს,
ძალიან ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს და მადლობა. ბევრი პატივისცემა ამის გამო თქვენ. კი, ემოციურად ძალიან დამანგრეველი იქნება. აი ხა წეგან ხო თქვი, აი ხა ჯერ აწურული რომ მაინც რაღაცნაირი შეგვიცი ძალიან ძიმე რამე იქნება ალბათ ამაზე მუშაობა და ის ემოციები როგორია? იცი რა არის? იცი რომ ბიჭები ალბათ 10% ეძებს? ხო, აი მაგას ვამბობ, მამები ნაკლებად. მამები არა, გაშულებული ბიჭები. უი, რატო? ცხონიათ. აი ხა ერთი ბიჭი მწერს, ამ ბიჭმა ტესტი ტიპოვა დედაც, მამაც, ანუ მთელი სანათესაო და ამ ბიჭს დედა მომთხოვა რომ შენ ტყუპის ცარიც ყავდა, ანუ ორივე გავაშულეო სხვადასხვა სოფელშიო. და მეუბნები ამისო ფოტოები დადემეთქი, იმიტომ რომ გეძებს ის ტყუპის ცალის თქო. ანუ ვიღაცამ ნახოს ახლა ტყუპები ბიჭები რო ხართ, ვიღაცა ნახავს მეგან ჰარდებს ცხენია. აა, საინტერესოა. ცხენია იმის აღიარება რომ ნაშვილებია. იმისი რომ ხალხი გაიგებს რომ ეს არის ხო, სტანდარტულად. გაშულებაც ხომ აგიტო ხდებოდა რომ ხალხი რა სიტყვის, ბაბუა რა სიტყვის, მეზობელი რა, ბაბუა იმიტომ გაბრაზდებოდა რომ მეზობელი იტყოდა რომ ამის გოგო შეაცდინეს. ანუ საბოლოოდ მაინც მივდივართ იმაზე რომ ხალხი რა სიტყვის. ეგეც მაგის გამოც ვითრევდი ფეხს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მამებზე ფილმებშიც ესეა რა. ყოველთვის მამა ამბობს ხოლმე უმეტეს შემთხვევაში შვილზე. მაგრამ კარგი ერთსაც დადებიცას ვიტყვი მამებზე, რამდენი ბავშვიც ჩვენ გაშულებული ყავს ნაპოვნი, ამ ბავშვების მამების 80%-მა არ იციან ბავშვების არსებობა. ანუ ეს ქალები რომ ორსულდებოდნენ კაცებისგან, არ ეუბნებოდნენ ამ კაცებს რომ იყვნენ მისგან ორსულად, ისე ხდებოდა ბავშვის გაშულება. აი პირველი кейსი რო გქონდა ლაივიც მაგ ჩართული შეურაცხადი სახით რო გავდივარ ქუჩაში, დაძმა ხდებოდა ერთმანეთს და დამირეკეს რომ მოდიო და გავდივარ ბანკთან უნდა ავიდე ვაკის პარკთან და აი ესე გავდივარ და ეს ბიჭი გვიყვება ისტორიას და რომ აქეთ მევტირი ვარ ეგეთი ისინი და აღმოჩნდა გოგო შემი ნათესავი, უკვე ბიოლოგიური ნათესავი და ისტორია არის ესეთი რომ ამ ორი ძმა აღმოაჩნდა, ორმა ძმამ მოკიდა ამ უფროს და სხელი და ჩაუყვანეს მამას კახეთში. კახეთში იყო იმ პერიოდში ეს კაცი, თუმცა სიამოვნებაში სამეგრელოდან არის. მწვადებს წვავდა ეს კაცი რა და რო ჩაუყვანეს რომ შენი შვილი და რო უხსნიან, ხდება მიკროინფარქტი დაემართა ამ კაცს, კაცო გადაყირავდა. ანუ ეს კაცი მე ეკითხებოდა იმ ხალხს რა, ანუ არც ცოლი მყავდა, არც შვილი მყავდა, ანუ არა გეთქვა, კაც ვიქნებ მომყავდი ცოლადო. უცნაურია. ანუ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ მამაკაცების მიმართ და ეგონათ რომ ცოლად არ მოიყვანდნენ და ალბათ არც მოიყვანდნენ, ამიტომაც ხდებოდა ეს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ეცადა და უნდა ეთქვათ, რომ იცი რა შენგან ორსულად ვარ, რომ რაღაცა გადაწყვეტილება ერთად მიიღოთ რა. ის ინფორმაცია თუ გაქვთ, ამონა ის ოჯახები, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს, დღეს როგორ არიან ერთმანეთი? უმეტესობა კარგად. ხო რა. უმეტესობა კი თუ არ არის ბავშვი დედისნებით გაშულებული და თუ ოპარულია, ყველას კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. და ნებით გაშულებულზე ნებით გაშულებული შემთხვევაში არ იღებენ დედები. აი ნებით გაშულებული რა მიზეზით ხდებოდა ხოლმე? ყიდნენ თუ ზოგი ყიდდა ფინანსური ინტერესის გამო, ზოგი გასათხოვარი იყო და სახელის გამო, სხვადასხვა მიზეზი იყო. და აი ნებით გაშულებული დედა თუ შექმნიანებიათ რომ კი და აი მაგ შემთხვევაში ქალბატონი ზაირა არ ცხოვრობს ახლა საქართველოში. გადაცემაში წავდა ქალბატონი ზაირა. ერთხელ დავიწყე ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვყევი. ეს ქალბატონი ზაირა არის სამეგრელოდან და ეს საჯაროდ ყვება, ანუ დასამალი არაფერი არ აქვს, ანუ არის პირად რომ ეხა ის რაღაცას ყვები, რაც ვთქვათ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას მოსახურება, გადაცემაში წავდა ქალბატონი ზაირა, თავად მოყვა ეს ისტორია. ამიტომაც პრობლემა არ არის. ქალბატონი ზაირა დაორსულდა რუსეთში და ჩამოვიდა საქართველოში, არა მეუღლისგან და ანუ არ ყავდა მეორე, რომ ჩამოვიდა საქართველოში, შეეშინდა დედის, შეეშინდა მამის და ამიტომაც გადაწყვიტა ბავშვის გაშულება და ცხოვრობდა მეზობელთან, რომელიც შეთანხმებული იყო უკვე ამყვან ოჯახთან, რომ ეს ბავშვი უნდა აეყარათ. ოღონდ დედას ეგონა რომ ბათუმში იყო ეს თავისი შვილი სინამდვილეში მთელი 5 თვე იქ გაატარა. როდესაც უკვე მშობიარობის დრო დადგა, წაიყვანეს წალენჯიხის სამშობიაროში და ბავშვი რო გავაჩინეო, მომიყვანესო, რომ რძე მეჭმეაო. და რძე რომ ვაჭამე იმ წუთასვე გადამეკეტა, ანუ მივხვდიო რომ მე ბავშვის გამშულებელი აღარ ვიყავიო, ესე ხალათში ჩავისი ბავშვი, კამარით შემოვიჭრე და გავიქეციო. ანუ იქვე მიხვდა რომ მაგრამ ნახე ხარ ხდება, იქვე მიხვდა რომ ვაშტობა, მაგრამ დაიჭირა ეს საირე პოლიციელმა, რომელიც დღემდე პოლიციელია. დააბრუნეს უკან და ბავშვი წაართვეს. თან გავაქანავთ იმას. ანუ არის შემთხვევები, როდესაც ასე იპოვა ბავშვი? ვერა. ჯერჯერობით ვერა. ანუ ისევ ეძებს. ისევ ეძებს კი. აუ რა ძალიან ძიმე ისტორია.
თამუნა, თქვენი მშობლები რო ცოცხალი ყოფილიყო. ვერასოდეს ვერ დავიწყებდი მეც ვერ. და რო გაგეგოთ. ვერც ვკითხავდი, ვერც გაუბედავდი საერთოდ, ვერ დავსვამდი ამ შეკითხვას. ვერა. წეღამძანეთ ასეთ რამე, რომ უცხოეთში პრაქტიკა, როდესაც ბავშვებს ელაპარაკებიან, ეუბნებიან. ჩვენთან რატომღაც აბუადებს ამ თემას და როგორც წესი ბოროტი მეზობლისგან, ვიღაცისგან, ბავშვისგან. ხშირია შემთხვევა, როდესაც თელმა კორპუსმა იცის, რომ ბავშვი აყვანილია და თვითონ ბავშვმა არ იცის. მაგრამ როდესაც მაინც იგებს, უნდა უთხრან. ჩემ კლასში ვიყავით რამდენიმე აყვანილი ბავშვი. რამდენიმეთან. ყველა მიცოდეთ ერთმანეთს. და ზო ვიძახთ, ვაი მე საწყალი აყვანილია, თქო მე იმაზე ვამბობდი. ის შემზიაფობდა ესე. ანუ მშობელმა უნდა უთხრას. აბა უნდა ქნას, აუცილებლად. მშობელმა თავიდანვე უნდა მე უკვე რაც უფრო დრო გადის, უფრო ჭირს. უნდა უთხრას თავიდანვე, რომ შეაგუოს, ნელ-ნელა შეაგუოს, რომ ეს არ არის ტრაგედია, ხალხო. არც ერთი შვილი არ მიგატოვებდა, არც ერთი შვილი არ დაიწყებს რაღაცა სხვასთან გავარდნას და ჩახუტებას და ვაიმე შენ ხარ დედაჩემი და შენ არ ახარ. ეს არის აბსურდი. თუ თქვენ შვილი მართლა კარგად ყავთ აღზრდილი, კარგად გულისხმობ იმას, რომ სიყვარულში თუ ყავთ თქვენი შვილი აღზრდილი, არ არსებობს ის ბავშვი, რომ თქვენგან წავიდეს. უბრალოდ ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ იცოდეს საკუთარი გვარი და იცოდეს გენეტიკური დაავადებები, ხო, რომ რაღაც დაიცვას თავის შვილები, ინცესტისგან დაიცვას, რომ ეს ხო ხა ძალიან მithumetes ჩვენაირ პატარა ქვეყანაში. ნათესავება გილოცავ კითხვების დაბრუნებას. ვიპოვე. არის თუ არა ეს კითხვები? დაბრუნდა. ნათესავება გამრიყესო. ინტერვიუში აქვს ნათქვამი. ხო. შეგირიქეთ ახლა რომ ინტერვიუში რო ვთქვი, რომ ეს ნათესავებმა გამრიყეს თქო, ვიღაცები არიან, ვინც ეს ამბავი ესე თიძე დაიხუია და კომენტარებში წერენ. ნათესავების გარიყვაში კი არ გულისხმობ იმას, რომ თელმა სანათესავომ ხელი ხაზი გადამისვა და არ მეკონტაქტება. აქ საუბარი მაქვს იმ ხალხზე, ვინც იცოდა ეს ამბავი, ვისი, ასე ვთქვათ, ნაყიდიც ვიყავი და ვისაც არ უნდოდა ამ ამბის ჩემთვის თქმა, თორე რა ვიცი, შეგიძლია შემოხვიდე ჩემ და Facebook-ზე ნახოთ ფოტოები ჩემ ნათესავებთან, ვიდეოებიდან, ასე შემდეგ. ანუ გამრიყა იმ ხალხმა, ვინც იცოდა ჩემზე სიმართლე, ვინც იცოდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ და ვისაც არ უნდოდა რომ ეს ეთქვა ჩემთვის. აი, ახლა რა კითხვა ცოტა დავსვა, სიმბოლურია ის, რომ სტაფილოსფერი მიყვარსო და ზუგდიდში რომ ჩავედი ჩემ ბიოლოგიურ მამის სანახავად, ამ ხელა ზუგდიდში იყო ერთი სტაფილოსფერის სახლი და აღმოჩნდა თქვენი ბიოლოგიურ მამის და ახლაც სტაფილოსფერი ძირითადი ფერია თქვენს ჩაცმულობაში და სამაჯური სტაფილოსფერია. ვიდეო ყველა ვნახეთ, თქვენ და მამას შეხვედრის. ემოციები რო გითხრათ, თუ შეიძლება ამის თქვა. ყველა მეკითხება, მაგრამ ანუ ამაზე პასუხი არ მქონდა, მაშინ არანაირი ემოცია, აი მართლა არ მქონდა, იმიტომ რომ იმდენად აი ხო ეს ძალიან აი რაღაცა რო გინდა ძალიან და იმას რომ მიაღწევ და რო არ იცი რა უნდა ქნა. ხო. აი რომ მიაღწევ და კაი გაშაშებული ხარ. აი იმ წუთში არანაირი არ ვიცოდი რა ემოცია უნდა გამოვიხატა, მე შევედით სახში რაღაც სკამის საქანელაკი ქუჩეკი. კითხვასაც ვერ სვამდი, ანუ ძალიან ესე გაუგნე, გაშაშებული ვიყავი რა, ვერანაირი ემოცია მაშინ ვერ გამოვხატე, იმიტომ რომ არ ვიცი რა ემოცია მქონდა. უკვე აი მეორე დღეს დამეწყო ეს ემოცია. დღესაც გაქვთ ბუნებრივი კონტაქტი. თავისთავად. არ ვიცი, იცი რა გამახსენდა ის ჯემალ ხაშხაძეს მდგმურში აქვს გიждები ამ სიტყვებზე და ზუსტად ეგ წამოვიდა ხა ოცნებების ასრულება მაცავე დაკარგვას ნიშნავსო. ხო, რა მაგარი. ხო, თავისთავად. არ ვიცი ეს კითხვა უნდა დავსვათ რა ტელეფონში როგორ გიწერიათ. სახელი და გვარით. თუ გინდა ეს ამოვჭრა. არა, იყო სახელი და გვარით. ხშირად გამიგია ასეთი რაღაცა, როდესაც გაშულებული ბავშვს ეუბნებიან ასეთ რაღაც, როდესაც გაიგებს გაშულებულია, უკეთეს ოჯახში გაგაშვილეს და ანუ ფინანსურ მოტივი მოდის წირო, შენი ოჯახი არ იყო შეძლებული და ის ვინც გიშვილა, მდიდარი იყო, შენ ბედნიერი და რამდენად სწორია და რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი. ჩემ შემთხვევაში ესე იყო, მაგრამ მოპარული ბავშვების შემთხვევაში უფრო მეტი წილი, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური ოჯახის არის ძალიან შეძლებული. იყო შეძლებული, იყო საკმაოდ ისეთი გავლენიანი ოჯახი, რომელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ ოჯახს გაუპედავდნენ. გასაგებია და მაინც ისე მივდივართ იმასთან სხვა რა სიტყვის. ხო. მე შეიძლება გამოგეთ შეთხოვნე და ეს დაუსრულო. მშობლები რო ყოფილიყვნენ. კითხავ. კი. არ დავიწყებთ ზემნასო. მაშინ ისევ იმ 91 ნებში რო ვიტრიალოთ ცოტა პირადად ვკითხოთ, ხო შეიძლება.
მეც იქ იმ პერიოდის ისა ვარ, შვილი და ბავშვი. აჰა, თან ზუსტად საჩუქარზე მინდოდა კითხვისდეს. ბიჭებს ყოველთვის გვიჭირდა გოგოებისთვის ვინც მოგწონდა საჩუქრის შერჩევა. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ. არა, პირიქით. შეიძლება ტელეფონი. არა. არაზოს არ სარგებლობდი პოპულარობით, კი, ოღონდ არ ავძი. არაზოს არ სარგებლობდი პოპულარობით, არაზოს არ ვიყავი ესეთი რაღაც აქტიური ბავშვი, პირიქით, და ხშირ შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლი მართლა და ანუ ეს რაღაცა თაყვანისმცემლობის არმიაც არ მედგა. უი, შენ ხა ძალიან ლამაზი ხარ და მაშინ. მადლობა. არა, ისე არის აი ეს ბავშვობას თუ გავიხსენებთ, მაგრამ აი ეს ჩემი ეს ასე წამოწევა დაიწყო უკვე პირველი სერიალის მერე. დედა არ შეიძლება. ვაიმე. აი იქ დაჯექი, მიდი. იქ დაჯექი. აი იქ, ხო, მიდი. ზევით, მიდი. ბულინგის ხვები რატო იყავით? არ ვიყავი რა ისეთი ბავშვი, აი სულ სწავლობდი და 90-იან წლებში სწავლა წეხავდა. კი. ჩვენც გამოვიარე. კი. ხო, შკოლნიკი რაღაც ანუ არ იყო ესეთი რა, ანუ კარგი არ იყო, როდესაც სწავლობდი. უნდა წასულიყავი შატალოზე, არ უნდა დაგეჯერებინა მასწავლებლისთვის და მე არ ვიყავი, მე ძალიან დამჯერე ბავშვი ვიყავი და ძალიან მორჩილი ბავშვი ვიყავი. სასწავლოდი თამაში. ვაკეში. როდესაც ბავშვს გაუგია რომ აყვანილია, ძალიან უხეშად ექცევა გამზრდელ მშობლებს. არა. რამდენად სწორია და რატო ხდება ასე? მე არ მჯერა, მსგავსი რაღაცის შეიძლება მილიონში ერთი შემთხვევა იყოს ისიც, იმიტომ რომ თქვათ ამ ყვანი მშობელი არ ეუბნება სიმართლეს და ეს აღიზიანებს ადამიანს და ამის გამო აქვს აგრესია, თუმცა ესეც აი ძალიან იშვიათი შეიძლება ბიოლოგიური შვილი მოექცეს დედას აგრესიულად, ანუ ეს აპრიორი არ არის რომ რადგან აყვანილია, ამიტომ ექცევა აგრესიულად. აფშოში არ არის ეს კაცია და ბუნება. ამ ყვანი მშობლისგანაც ეგ გამიგა რომ ვუთხრა გაგიჟდება. ხო და რატო გაგიჟდება? ესე გონია ყველაზე არავინ არ გიჟდება რა. გაგიჟებული იმის გარო არის აყვანილი, არავინ არ მინახავს. თავიდან შეიძლება რაღაც ემოციური ის კონდეს ფონი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ადამიანები დღესაც ცოცხლები არიან, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობდა და როცა ფაქტის წინაშე დგებიან, რომ თავისი დანაშაული გამჟღავნდა. არ დგებიან ამ ფაქტის წინაშე. არ იგებენ? არა, იმიტომ რომ არ უნდათ თავისი გაყიდული ბავშვების ნახვა, თუ მიდიან ეს გაყიდული ბავშვები ისინი პოლიციას იძახებენ და გადაყავთ მე ეს ბავშვები გაყავ მეც ახლა გორის სამშობლოში რომ ვიყავი მისური, ორჯერ ვიყავი და ორჯერ პოლიცია გამომიძახეს. გადავაშავე, ხა რა უნდა მექნა მე ამისთანა რომ პოლიცია გამოიძახებინათ ჩემთვის. მაქსიმუმ კითხვები ხო, დაგესვა. თან უნდა გვარბევსო. ნუ მოვიდა მსუბუქ კითხვის რომ ერთსაც ვკითხავთ დღეს მუშაობენ ის ძველი ადამიანები თუ გაქვთ ინფორმაცია? კი. დღეს მუშაობენ კი არა, დღეს არიან სამშობლოების დირექტორები. ამ ხედა სიმძიმით საერთოდ როგორ ცხოვრობ? გადასარევად. იქ სულ მიკვირს ხოლმე რა. იცი რა არის, მოდი დავამძიმოთ მაშინ ბოლომდე და ნებისმიერი გინეკოლოგი შეგიძლიათ გაიკითხოთ, ვინც ბავშვებს ყიდდა. თქვენ შეგიძლიათ აი იმ სამშობლოში გაიკითხოთ. ნებისმიერ სამშობლოში მოიკითხეთ, აი ხო ყველა მითის რომ სამშობლოში რომელი ყიდდა. როგორ განვითარდა მათი ცხოვრება? ყველას ისე დაუბრუნდა უკან. ისე დაუბრუნდა ყველას უკან, რომ ძალიან ცუდად. ძალიან. ხო ის არ არსებულია სამყაროში რამე რა თქმა უნდა. მაგის მჯერა რა თქმა უნდა. აუ მაგას არ ყვებოდით ბედის რასაც იმსახურე მოკლედ. ხო, ანუ სიკეთეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთეც სრულად გიბრუნდება ადამიანს რაღაცა ფორმით აუცილებლად დაგხვდება გზაზე და აი მე სანამ აი ამ საქმეს დავიწყებდი, თუ სადმე რამე სიკეთე დამხვედრია, აი რაღაც უცხო ადამიანებისგან, ყველა ეს სიკეთე იყო ჩემი ავსტერი მშობლების გაკეთებული სიკეთის მიმღები ადამიანების მიმართ, მე ჩემთვის უკან დაბრუნებული სიკეთე და დღეს თუ რამეს ვიღებ, ყველაფერს ვიღებ, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ცოტა კარგ საქმეს ვაკეთებ. არ არსებობს რომ უკან არ დაგიბრუნდეს. არ არსებობს. ემოციურად ძალიან სასიხარულო მომენტია, ხო, როდესაც ადამიანს აპოვნინებს მშობელს და მშობელს აპოვნინებს შვილს. ძალიან, რა თქმა უნდა.
ძალიან. ეს არის აი არ ვიცი, ეს არის ემოციების აი ყველანაირ ნარკოტიკს და სასმელს და რა ვიცი, ყველაფერს ერთად რო ჯობია ეს. მაგაზე მე და შენ საჩუქრების კეთება რო გიყვარს, ორივე ვიცით და მაგაზე დიდი საჩუქარი რა შეიძლება რო იყოს. შეუძლებელი. მიშო, ძალიან ერთი შეხედვით საინტერესო, ამავდროულად ძალიან ცუდი სიტყვა ახსენა ჩვენ ვასტუმარმა ნარკოტიკი. ცოტა ხნის წინ სტუმრად ყავდა არაჩვეულებრივი ექიმი ნარკოლოგი ბატონი ზურასი ხარულიძე და იმის მერე მე და მიშომ გადავწყვეტეთ რომ ყველა გადაცემაში შევეხოთ ნარკოტიკების თემას, რომელიც არის ალბათ 21 საუკუნის ყველაზე დიდი სენი. ორიოდე სიტყვით თქვათ ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ და დღეს მინდა ასეთი რაღაც თქვა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავცელდა ეს ფაქტი, რომ მომხმარებლები ქობულეთში იყო მე მგონი ზღვის პირას მოხმარების შედეგად ნემსებს ყრიან. ჯერ ხო ამაზრზელია და საშინელებაა და ანგრევს საკუთარ ორგანიზმს და მე არ უფრთხილდები ადამიანს ბავშვს რომელმაც შემთხვევით შეიძლება გაიაროს და დიო მოიტანა სახში ლადო დიდუბეში ვცხოვრობ ხა იცი შენ და ბევრი ყრია ხოლმე თქვენი ბავშვობა არ გახსოვთ სადარბაზოებში ვეყარა მე სურამში ვარ გასული და ჩემ ბავშვობაში არ ეყარა ხოლმე ჩვენთან არ იყო ჩვენთან ეყარა დაუბრუნდით ისე ბნეო 90-იანებში დაუბრუნდით როგორც მაშინ ეყარა ეს შპრიცები ისე ვისეყრია ეხლა. ხო აი რამდენად ზნედაცემული და არა ადამიანი უნდა იყოს. მოიხმარ, კარგი თავს იკლავ. სხვას როგორ ვნებ, რატო უნადგურებ ბავშვ ცხოვრებას, რომელმაც შეიძლება ვერ მიხვდეს რა არის და ელემენტარული ხო. რა თქმა უნდა. ეს მე არ ვიცი, ანუ ეს მარტო საკუთარი თავის გაუბედურება ხო არ არის? რა თქმა უნდა. ეს არის ამას დიდი ბოროტება მე არ ვიცი რა. არა მხოლოდ საკუთარ თავს მშობლებს, მეგობრებს, ყველაფერს კარგავენ პრაქტიკულად, მაგრამ თან ყველაზე დიდი საშინელება რაც არის, ბავშვებს უქმნიან საფრთხეს. კი. ძალიან დასანანია და გული მწყდება, რომ არსებობენ ამდენი თან ჩვენთან საერთოდ სავალალო მდგომარეობაა. მაგრამ ბავშვებს მაინც რო არ შეუქმნან ეს საფრთხე, მე მგონი რავი, არ არის რთული. სამაგერ დარწმუნებულს უფრაზე პატარების აღზრდელოს განსხვავებული წამო. რა ცოლების, დედების. ღმერთმა ქნას რომ ამ ხალხს ეშველოს, არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ბავშვებს მაინც ჩვენ შვილებს და ბავშვებს მაინც გაუფრთხილდით ხო? ო, ნუ შევუქმნით რაღაც საფრთხეს რა. მიშო, ძალიან დამამძიმე ეხლა კარგ თემაზე გადავიდეთ. საჩუქრების კეთება რო გიყვარს? ჩვენი მეგობრები საჩუქრები გადავცეთ ჩვენ სტუმარს. მოდი საჩუქარი უნდა გვაჩუქო. აი თან ანიკას მოეწონი ძალიან. მოდი მაგარი რამე უნდა მოგცეთ ჩვენ. საჩუქარი უნდა გაჩუქონ. ორი საჩუქარი გვაქვს. ერთს თქვენ გაჩუქებთ და ერთს ვაი. ერთი დედიკოს მოდი აქ მან რაღაცა. ოთხი ანიკა. ეს არის, ესე იგი, არაჩვეულებრივი მეგობრები ყავს დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელიც ჩვენ სტუმრებს ძალიან კარგ ღვინოებს ჩუქნის. თქვენთან გადავწყვეტეთ, რომ წამოგვიღოთ თქვენთვის საფერავი ქვევრის საოცარი ღვინოა. მართლა უგემრიელესი ღვინოა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ძალიან დიდი მეგობრებს. მადლობა. ეს თქვენ გებორჩი ხო ეს რა არის ხო რა არის მოდი აქ დაჯექი და გაჩვენე. ჩურჩხელა გიყვარს მოდი აქ. ჩურჩხელა გიყვარს? ხო. არა? აი ეს რო ამას რო გასიჯო შეგიყვარდება. მიდი რო. ხო, ესე იგი, შოკოლადის ჩურჩხელა. ამაჩვენე. შოკოლადის ჩურჩხელა გრილიაში? არა, გრილიაში ჩურჩხელა. ეს არის ტრადიციული ყურძნის წვენის და ეს არის აი სასწაულად გემრიელი ჩურჩხელა და ეს არის ბროწეულის. აუ, ეჩაყავდა. ჩემ ფავორიტია ბროწეულის. ეს არის სუთი ფოვერი. დავაგემოვნოთ ჩვენს. არ მინდა მე. რატო დიეტაზე ხარ? ხო, მე შეგამ. ორშაბათი დავრვით. სუთი ფოვერი. ქართულია? კი. ქართული მორაგბეა იყო. რომელმაც გააგრძელა ეს ქართული ტრადიციული ჩურჩხელა არა ტრადიციული შეფუთვით. ღვინის აი ეს არის. ეგ არის ღვინო. ჩემ ფავორიტია აი ეს არის ძალიან მაგარი. ყველას გასული ხო? ბროწეული არის აი ესე იგი უზომოდ შემიძლია ვჭამო. ზოგადად ჩურჩხელა მიყვარს. მე ძალიან. პრაქტიკული ის აქვს მარტივად გადასაადგილებელი. აი იმას მაინც ხამუღამია. ხო, ნო, ის მაინც სხვა რაღაცა. მე ძალიან კაია. ძალიან მიხარია რა ზუსტად კი ტრადიციული ჩურჩხელა. კი, ტრადიციული ჩურჩხელა უბრალოდ ძაფი არა აქვს, ძაფი არც მე მიყვარს, ხო? მე მიყვარს. მე აი ეს ძაფი მიყვარს. აი ესეთი ოთხკუთხედებია. ამასაც გავსინჯო. ეხლა ეხლა შენ. გური ამას. მიყვარს. გადავიდეთ მითობანაზე? გადავიდეთ ცოტა გაუ. ანიკამაც იმდენი ემოცია მომცა 4 წელი ვიყავით ამონა საბავშვო ბაღის აღბრძელი და ესეთ პატარა ბავშვთან ურთიერთობა და ეხლა ისე გაკაცე.
ეხლა მიკვირს ეგ მეც მაშინ როგორ გავხსნა. თუმცა დღემდე ამოუზრო ყველაზე კარგი სამსახური. ყველაზე ბედნიერი წლები და ყველაზე მაგარი სამსახური იყო ის რა. ბასტიუბუს ბაღი იყო, მაშინ ბიჭი და გოგო იყვნენ მასწავლებლები და იქ მომიწია მუშაობა და ანიკას განსაკუთრებული მადლობა რომ აქ იყო და მოდიო. ჩვენ გვაქვს ასეთი თამაში სტუმრებთან, ხან ანდაზობანას ვარქმევთ, ხან რებუსობანას, ხან მითობანას. აი დღეს გვაქვს მითობანა. 90-იან წლებში იყო ჩვენ ბავშვობაში საოცარი მითები. ღამით კევი რო დაღეჭო, რო გადაყვაპო, რაღაცა ხე ამოგივაო. აუ, ეგეც იყო, ხო, ეგ არ გვიწერია. ხო და ესეთი მეუბნებოდნენ ხოლმე ღამით რო კევს დაღეჭო, დედა მოგიკვდებაო რა და. არა, ეს არის, მე ვიცოდი რომ ხე ამოგივაო თავი. ხეც კი. მოუყვები რა, ჩემ ბავშვობაში ხა კევი არ იყო ისეთი როგორც ეხლა თუ ვიშოვიდი ერთი კვირა გვეღეჭა ხოლმე და ნუ ღამე გაჩდა კევი და დავღეჭე და მთელი ღამე დედაჩემს ხარავულობდი რამე არ მოუვიდეს. კაი რა. იმ სუნაგობამ წამძლე ღამე დავღეჭე და მთელი ღამე დედაჩემს რამე არ მოუვიდეს. ხია მოგივაო ჩვენთან სულამში იცოდნენ ნაძვის კევის გადაყლაპაზე. ფიჭვის კევი, დაძვის კევი, რა სად როგორ ეძახიან და ერთხელ გადამეყლავა და ერთი კვირა შეშინებული ხლებზე ვიხედეოდი და ხეხო არ იზრდება. დედა მოგიკვდებაო, მე ვიცოდი, ფეხს რო დაგაბიჯებდა, ვიღაცა შენ უკან უნდა დაგიბიჯებინა ფეხი. ეგეც იყო. თორე დედა მოგიკვდებოდა. შემდეგი მითი, იდახზე თუ იკვენ იდახზე ვერ იკვენ. და თუ იკვენ, არ ვიცი. სქესი შეგეცვლებაო. ვაი, მე არ ვიცი, ეს არ გაქვს. და სქესის შეცვლა იცოდნენ კიდე ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრებიო. ეგ არ ვიცი. არ გახსოვდათ იდახზე კვენის ამბავი კი? არა, ორი თროლს ვიგებთ. შვენია, ეხა ჩემი ჯერია, ხო? ხო, წამოწეული რო ხარ ან თუ ზიხარ და ფეხებზე გადაგაბიჯეს. უკან უნდა გადმოგაბიჯონ, თორე არ გაიზრდება. არ გაიზრდება. ორით ერთი. რამდენჯერ ყოფილა რომ ვიღაცას გადაუბიჯებია და აუ არა. შემდეგი, რითი გარდაიცვალა ბრუსლი? სინამდვილეში თუ მითი. ჩვენ ბავშვობაში იყო გავრცელებული. შეიძლება სინამდვილეში წეგრე იყო. სინამდვილეში ხო ფილმის გადაღების დროს გარდაიცვალა. ხო, მაგრამ რაღაც იარაღი მოხდა. იარაღი ესროლეს, ხო? მიშო აი ეს ბოთლი დაადე და არ ვიცი. გული კუნთად გადაექცა. არ ვიცოდი. ეგ ძალიან ცნობილი მითი იყო. ეს მაგარია. თვალებს რო დაელამე მაგ დროს რო. თავში თუ ჩაგარტყეს დარჩები ელამი. კი ბატონო. მაგარია. და ეს არის მითი რის გამოც ჩემ ბავშვობაში ტყეში ხვლიკი არ დავტოვე ცოცხალი. ხვლიკი სისხლი რო რო წავს სათვალის და შიშველს დაინაღამ ადამიანს. მე თუ რა უხდები ხოდა თელიუმის ბიჭებს ხვლიკები. და მე რო ვერ ხედავდი შიშველს ადამიანს თვლიდით რომ არასწორად წავუსვით და წავიდოდი სხვა ხვლიკზე სანაპიროს. და ბაღავს თუ მოკლავდი რომ წვიმდა? ქონდა ეხლა ბაღავს თუ მოკლავს წვიმა წავ. და ვარსკვლავის თუ დაითვლით? არ ვიცი. თუ დაითვლით თუ ვარსკვლავის თუ დაითვლით. რომ ჩამოვარდება სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აგისრულდება. მაგას გემდე ვაკეთებ. ეს ვაკეთებ. ეს ბავშვი რაღაცები მაინც კაია. და ხო ვარსკვლავის თუ დაითვლით მეჭეჭები გაგიჩნდა. ხო. ერთ-ორჯერ დაცვა გამექცა, კაი ხანი ვნერვიულოდი, ვაიმე მეჭეჭები არ გამომივიდეს. კარგად არ დაითვალე ალბათ. მიშო, მე გული დამწყვიტეს თქვენმა ნაცნობა 90-იანებმა ბიჭებმა თქვენ საჩუქრებს რო აღჩუქნიდნენ. 90-იანებში არ ჩუქნიდე, მაგრამ მე უკვე როცა 2000-იანებში დავიწყე უკვე სტერეოში მუშაობა, ნუ აი მაშინ დაიწყო. მაშინ რამე უცნაური საჩუქარი თუ გახსენდა? მე ძალიან მიყვარს ჰამბურგერი, ძალიან მიყვარდა და ერთი ბიჭი იყო, რომელსაც მე ძალიან მიყვარდი და ყოველ საღამოს მე და შემდაქალებს ეს ჩამოგვივიდა სახლებში, მაშინ ხო ისეთი მომენტი იყო, რომ ჯერ დაქალები უნდა დაგეკერა, რომ მერე ის გოგო დაგეკერა და აი ახალი გახსნილ რო იყო ეს მაკდონალდსი. ცოტა ხესლის ფუფუნება იყო მაშინ და აუ და დაქალები გაიუბნებოდნენ რომ არ გამხდარო ბიგმაკები და ჰამბურგერები კერავდა ჩემდაქალებს. მაგარი რამე გაიხსენა პაიმანზე ან ძმაკაცი თუ მიდიოდა ხო მთელი საძმაკაცო რომ მიყოვე და ისიც გოგოს მთელი სადაქალ რა თქმა უნდა ხო ჩემ ბავშვობაში ჯერ დაქალს კერავდი და მე კერავდი იმას რომ აი დაქალის აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა ქონდა. პრინციპში დღესაც ესეა ხა დაქალის აზრს ძალიან ხო რა თქმა უნდა მაგრამ ჯერ დაქალისგან არ იწყებ ხა ჩემს ისე თქვენ საქმიანობას მინდა დაუბრუნდე რაიმე განსაკუთრებული ისტორია ემოციურად რამე რო გაგვიხსნა ყველაზე ემოციური და ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო აიშადის ისტორია წალკაში ყავდათ ქალი დაბმული 9 წელი 9 წელი ყავდათ დაბმული 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი და 9 წლის განმავლობაში გააჩენინეს 7 შვილი რომელიც გაყიდეს 7 შვილი ეგ ისტორია ეგ ხო ჩოლებრივი კრიმინალია და გავესვენ მე
და ეს თვითონ საიდან გახმაურდა, ანუ საიდან გაიგეთ? ამის შესახებ არაერთი გადაცემა გაკეთდა, არაერთი სიუჟეტი გამოძიებაც აღიძრა. ეს ხალბატონი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა ხო რო წამოიყვანა საქართველოში გატო. YouTube-ზე შეგეძლიათ ნახოთ ეს ქალი, დაღესტნელი ტყვე ქალი ესე ჩაწერთ და კი, აი მაქსათაურით გამახსენე სახელი. ეს იყო ჩემთვის ეს იყო ბრაზის, ზიზღის და უცველობის ყველაფრის შეგრძნება ერთად, იმიტომ რომ ამას ხო ქართველები ვაკეთებდით. ანუ ამ ქალს, ამ ყველაფერს ამ უბედურებას ვაკეთებდით ქართველები. ყველა შვილი ვიპოვეთ, არც ერთ არ უნდა დედასთან ურთიერთობა. ცხენია. არდესაც და უქალთა შუაშია. მეკინება. არა. დამატერიალიო, დარგეთ კინოს მეტი. არა და ეს ხო არაფერი შუაშია. არა, მაგრამ ცხენიათ დედის ისტორიის და არც ერთი შვილი არ ეკონტაქტება. არც ერთი მე ესეთი არ მართლა არ ქირები. ანუ ფინანსური ინტერესი ქონდათ მხოლოდ და ყიდდნენ და მორჩა. ანუ ვინც აუპატიურებდა თქვა იმის ვინც ნახეთ ეს ქალი იყო დაბმული ერთ-ერთი ქალბატონის სახლში. ეს ქალბატონი მუშაობდა რესტორანში, სუწინორი იყო, ანუ ესე გამოდის რა, იმიტომ რომ რესტორანში სხვა პოზიციაზე მუშაობდა, მაგრამ რესტორანში ვიღაც კაცებს თანხას არ თმევდა. ეს კაცები მოყავდა და უშვებდა იმ ოთახში, ამ ქალის გაუპატიურებისთვის. ანუ ბავშვების გაყიდვა მათი მიზანი, კი, ჩვეულებრივი ტრაფიკინგია. საქმე აღიძრა. რამძიმე ისტორია მოყავდა. არაერთი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ გამნიერ იქიდან რომ ეს ქალბატონი ვერ მეტყველებს, ვერ საუბრობს და ამდენი უბედურების ფონზე არის დაბრმავებული. ვერ ხდება ამოცნობა დამნაშავეების. შესაბამისად იდენტიფიცირება რო ვერ ხდება, აუ რამძიმე ისტორია მოყვა თამანა რომ მოგესმინა. მადლობა ანიკასო, კიდევ მეტად არ დავიტვირთ და მე უყურებ არავში. ბავშვის აყვანის პროცედურა როგორია? ისეთივე როგორიც იყო 10, 20, 30, 40, 50 წრესი. დღეს რომ ჩადგეთ რიგში, დღეს რომ მოგიდეთ ბავშვის აყვანა, ალბათ 20 წელი მოგიწევთ რიგში დგომ. და ანუ როგორ ხდება? ანუ ადამიანმა ბავშვი ნებით დატოვა. ხო, ნებით დატოვა. აი ეს არის სახელმწიფო იღებს აღარ არსებობს ბავშვთა ბაღები საქართველოში, ეს გადადიან ბავშვები მინდობით აღზრდაში და შემდგომ უკვე ვისაც უწევს რიგი, იმ ოჯახს, იმ ადამიანს აყავს ეს ბავშვი. არ ვიცი რამდენად სწორი კითხვაა და თქვათ ვისი რიგიც არის და ნახა ის ბავშვი და არ მოეწონა. ხდება კი? ხდება, ანუ არა ეძა ცუდი კითხვა. არ მოწონთ. არ მოეწონა თმის ფერი. ხო. არ მოეწონათ რაღაცა დედის, აი რაღაცა არ მოეწონა. არ აღავთ. და მე შემდეგში ვინც არის რიგში მსგავს. თუმცა იმან შეიძლება უარი თქვას. კი, და ესე გაგრძელდება და ეს ინფორმაცია ბავშვებამდე მიდის? არა. იმედი ხო საბედნიერად არა, თორე რამხელა სტრესი იქნება ბავშვისთვის, რომ ჯერ ბიოლოგიურმა მშობელმა მიგატოვა, ასე ვთქვათ, და მე ვიღაცამ დაგიწუნა. ნუ მწუხაროდ გვაქვს ესეთი დაგიწუნა კი არა, აყავთ ბავშვები და მე 5, 6, 10 წლის მე ბავშვი დაძმა ყავდათ აყვანილი ლაივი მქონდა იმ გოგოსთან ჩართული და 16 თუ 17 წლის იყო ეს ბავშვი, რომ აღარ მოუნდათ ამ მშობლებს. და სასამართლოს შეიტანეს განცხადება, რომ ეღიარებინათ ჩვენი შვილი არ არის. და შემთხვევაში რა ხდება? არაფერი, ეს ბავშვი ისევ წამოვიდა. ეს ბავშვი წამოვიდა, ცალკე დაიწყო ცხოვრება, ის მას ადღა სხვა სოფელში წავიდა და დაკარგეს ერთმანეთი, ჩვენ უპოვეთ. ამხელა პასუხისმგებლობა უნდა. ძალიან, რა ბავშვს აყვანა არის რა, ჯერ მშობლობაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ გადადგა მაგნაბიც, იგივე პასუხისმგებლობა არის ბავშვს აყვანა. აბსოლუტურად გეთანხმები, როდესაც გადაწყვეტ, რომ შენ უნდა აიყვანო ხარჩოულები. თავისთავად. ოდივარ. ძალიან ძიმე ამბებზე ვისაუბრეთ შემოგვიშვა. თუმცა აუცილებელზე. ზოგადად 80-90-იან წლებისა და დღევანდელობას შორის 80-90-იან წლებში იყო ბავშვების გაშლების ბუმი. აი ეს საზოგადოების ცნობიერება რამდენად არის ამაღლებული იმასთან შედარებით? ჩემი აზრით საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა კიდევ უფრო მასმერი რაც შეიქმნა ჩემი ჯგუფი. მეც გეთანხმები. აი არ ვიქნები თავმდაბალი, ზოგადად სტუდენტი თავმდაბალი ადამიანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი რომ ჩვენი ჯგუფის დამსახურებაა ის რომ დღეს ცნობიერება არის ამაღლებული. იმიტომ რომ აქამდე რაღაც გადაცემებში იღებდნენ მონაწილეობას გაშურებული ბავშვები, რაღაც სხვადასხვა იმეებში, გაზეთებში წერდნენ, რადიოებში, მაგრამ ჩვენი ჯგუფის შექმნის მერე მას რაც ბევრმა ბავშვმა დაიწყო ხალხისთვის მტკიცება იმისი რომ მე არ ვარ უმადური, უბრალოდ მე ვარ იმის ღირსი რომ ჩემი გვარი ვიცოდე. ამის მერე საზოგადოება
განწყობა ცოტა შეიცვალა ჩვენ მიმართ, აყვანილი ბავშვების მიმართ. ხო, რა ვიცი, მე ვფიქრობ, კი მძიმე თემა იყო ჩემო ვიშო, მაგრამ აუცილებლად ცოტა სასაუბრო. რაღაცნაირად ცოტა ხო, ანიკამაც გვიშველა რა ცოტა გავალაითეთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც რაც არ უნდა მძიმე იყოს, თუ ტაბუს დავადებთ, უფრო დამძიმდება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ესე ღიად ისაუბრებ და გახსნათ ამ თემაზე, არანაირი პრობლემა არ არის ხალხო, მე საერთოდ არ მერიდება ამაზე საუბარი და საერთოდ არ მცხვენია იმის ღიაბება აყვანილება, რა ვიცი, პირიქით. რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, მოხდა იმიტომ რომ ყოფილიყო უკეთესი. კი, აი ეგ სიტყვები ძალიან მიყვარს. რაც ხდება ყველაფერი იმით უკეთესობით. რაც აღმერთს არ ასწადდეს, იგი საქმე არ იქნება. და მე რომ დავიწყე თავის დროს ეძებნა, მე რომ ლადო. მე რომ თავის დროზე მეპოვა, ამდენი კარგი რამ აღარ მოხდებოდა. ხო. არ ანუ ჩემ კარგი ცხოვრებაში მოხდა, რომ არ რა იპოვეთ თქმა თავის უნდა. დროზე. ზუსტად მაშინ მოხდა პოვნა, როდესაც იყო საჭირო. ზუსტად იქ დავამთავროთ ახლა ჩვენც მოვ- მიშო, მოვდივარ. როცა არის საჭირო. ძალიან ნაგობა დრო აღარ აგვაქვს ჩვენ. ხო, მაყურებელს მინდა უთხრა, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და გვიყურეთ ხშირად. ჩვენი კიდევ მეგობრები ერთხელ არიან. დიდი მადლობა. დუგლაძეების გულის კომპანია და Sothi Sothi Powers. Powers. დიდი მადლობა. და ანიკას უზარმაზარი მადლობა. რომელმაც მადლობა გაალამაზა თქვენ. ყველაზე მეტად ჩვენი გადაცემა.